საღამომშვიდობის ქვეყანა, სადაც ხელისუფლება ჟურნალისტებს თავს ესხმის, სადაც ყოფილი მთავარი პროკურორი თავად ხდება მთავარი დამნაშავე, სადაც მილიარდებს რიგითი მოქალაქეების ხარჯზე შეულობენ და სადაც სამართალი უბრალოდ აღარ არსებობს. დიახ, ეს საქართველოა, ეს არის მთავარი შაბათი და მე მიშა სესიაშვილი. მთავარი არქი და ჩვენი ჟურნალისტები ხელისუფლების აგრესიის მთავარი სამიზნეა. ჩვენს კორესპონდენტს ემა გოგოხიას ქართული ოცნების მაღალჩინოსანმა კონკრეტულად მესტიის გამგებელმა უშუალო სიტყვებით აგინა დაემუქრა და ფულის სანაცვლოდ ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ჟურნალისტმა გაბედა და ოცნების კიდევ ერთ კორუმპირებულ წარმომადგენელს ვიქტორ ჯაფარიძეს შეკითხების დასასმელად სახლში მიაკითხა. მესტიის მთვრალი გამგებლის მუქარა რამდენიმე საათში მისმა ხელქვეითებმა უკვე სისრულეში მოიყვანეს. ჩვენ გადამღებ ჯგუფს მანქანის საბურავები დაუჭრეს და ამ ფორმით გააფრთხილეს, რომ სვანეთში აღარ დაედგომებოდა. ვერბალური და ფიზიკური აგრესია ჟურნალისტის მიმართ კაპიტან ჟორჟოლიანმა არც გამოფხიზლების შემდეგ დაიშურა. რაც შეეხება ვიქტორ ჯაფარიძეს, მის კორუმპირებულობაზე წლებია წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ხელისუფლებიდან არავინ ინტერესდება ვის ჯიბეში მიდის ხალხის ფული. მართველი პარტიის ლიდერები კი არათუ გმობენ ჟურნალისტზე ძალადობას, მუქარას, თავდასხმას, პირიქით აკეზებენ ასეთ გამოხტომებს. გუშინ ემა გოგოხიას გაშავებას უმრავლესობის ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა. და გარკვეული ფოტოებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ჰქონდა განზრახული, რასაც მოყვა კიდეც ანგარიშწორება მთავარი არქის ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ. ახლა კი ერთპარტიული პარლამენტი გაგიკვირდებათ და აპირებს საჯარო მოხელეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის ქონებრივი დეკლარაციები, გრიფი საიდუმლოთი შენიღბოს და დამალოს. იმისთვის, რომ ხალხმა ვეღარასდროს გაიგოს, როგორ მდიდრდებიან ერთეულები ჩვენი მომავლის ხარჯზე. კრიტიკულმა კითხვებმა მესტიის მერი წყობიდან გამოიყვანა. კაპიტან ჟორჟოლიანმა მთავარი არქის ჟურნალისტს კითხვებზე პასუხი არ გასცა. სამაგიეროდ სიცოცხლის მოსპობით რამდენჯერმე დაემუქრა და ქვეყნიდან წასასვლელად ფული შესთავაზა. მხოლოდ ეს რომ იყოს ქართული ოცნების მაღალჩინოსნების ჟურნალისტებზე მორიგ თავდასხმად ჩავთვლიდით. მაგრამ 15 წუთიანი საუბრის განმავლობაში თანამდებობის პირი ჟურნალისტის პირადი ცხოვრების დეტალებით სპეკულირებდა. მესტიის მერი ემა გოგოხიას ახსენებდა ცხოვრების ისეთ დეტალებს, რომელიც თავად ჟურნალისტისთვისა და მისი ოჯახისთვის უმძიმესი ტრაგედიაა. შეგნებულად ამ ისტორიას არც ჩვენ ყვებით და არც სრულ სატელეფონო ჩანაწერს ვასაჯარავებთ. რას ნიშნავს ცუდი ქმედება, ბატონ კაპიტან, რა ჩავიდინეთ ცუდი? და ეს საუბარი უხერხულობას არ გიქმნით, ეხა მუქარა? არ შეიძლება შენაირი გაიმართების გამო არ შეიძლება სამართალი. მუქარა არის, რასაც თქვენ აკეთებთ, მუქარა. არ დაგიდაღვი გამოდიოდეს წესი. არ დაგიდაღვი წადიდიდან. წადი გულბოხზე. არ დაგიდაღვი საქართველოში არ დაგიდაღვი. კაპიტან ჟორჟოლიანი მხოლოდ სიტყვიერი მუქარით არ დაკმაყოფილდა. ჟურნალისტმა დილით ნახა, რომ მის ავტომობილზე ყველა საბურავი დაჭრილი იყო. თანამდებობის პირმა დაშინებისთვის ეს მეთოდიც გამოიყენა. როგორც ჩანს, ეგონა ვერ გავიგებდით საღამოს მთავარ არხს რომ უთვალთვალებდა და საკუთარი ავტომობილით უკან დაყვებოდა. ამ ფაქტის შემდეგ ჟურნალისტმა პოლიციაში საჩივარი დაწერა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება მუქარისა და სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლებით დაიწყო. სამსახურეობრივად ვიყავი ამოსული და ვაკეთებდი რეპორტაჟს. და განხორციელდა სიტყვიერი მუქარა. იმ ფაქტს უკავშირებ ამას, მუქარის ავტორი იყო სვანეთის, ანუ მესტიის მერი კაპიტან ჟორჟოლიანი. მესტიის მერის ასეთი გაბრაზდება მთავარი არქის მიერ იმ კორუფციული სკანდალით დაინტერესებამ გამოიწვია, სადაც მისი სახელი ფიგურირებს. სქემა არასამთავრობო ორგანიზაციას საერთაშორისო გამჭვირვალობამ გამოიკვლია. შპს სასტუმრო უშბა, რომელმაც სახელმწიფოსგან 2019 წელს 58,905 ლარის სუბსიდია მიიღო, კაპიტან ჟორჟოლიანის დასა და მის მეუღლეს ეკუთვნით.
თუმცა სახელმწიფოსგან დიდი თანხების მიღება ოჯახს არც მანამდე უჭირდა. თეა ჟორჟოლიანი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით სახელმწიფო შესყიდვებში ხშირად მონაწილეობს და ჯამში 125,000 ლარზე მეტი 28 გამარტივებული ტენდერის შესყიდვა აქვს მიღებული. თითქმის ყველა შემთხვევაში მისგან მომსახურება მესტიის მერიამ, ანუ მისი ძმის უწყება მიყიდა. მე მარტო არ გამიწევია მომსახურება. სხვებსაც აქვთ გაწეული. რატო არ ადარებთ იმ ინვოისებს? მე რა მომსახურება მაქვს, რა თანხებში მაქვს გაწეული და სხვებს რატო არ ადარებთ ამას? ამას რატო არ აკეთებთ? აი იმ გამჭირვალობა მაქვს, რატო არ გააკეთა ეს საფუძვლიანი კვლევები? რატო არ გააკეთა? ანუ გააყალბა გამჭირვალობა მამას ამბობ? ნამდვილად. კაპიტან ჟორჟოლიანის გავლენებით როგორც ჩანს მთელი სანათესაო სარგებლობს. საკრებულოს ეკონომიკის საკითხთა და ტურიზმის განვითარების კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ ნაკანი მესტიის მერის ბიძა. ნაკანის შვილის კომპანიამ სახელმწიფოსგან 121,000 ლარზე მეტი მიიღო. ასევე ქრისტინე ნაკანმა როგორც ინდივიდუალურმა მეწარმემ სახელმწიფო შესყიდვებში 14ჯერ მოიგო გამარტივებული ტენდერი და მომსახურება მესტიის მერიას გაუწია. მე ვარ უსამართლოდ ამ ჩემი ოჯახი ეხლა უსამართლოდ ტურისტების მიღების უფლება მაქვს თუ არა? აი შეკითხვა მაქვს. მაქვს უფლება. კონკრეტულად გიპასუხეთ ამ პროექტში უსამართლოდ. უსამართლოდ მოხდით. უჩივლებთ, უჩივლებთ, ვაპირებთ. გამჭირვალობას, აბარა. თითი არის არ გაუნძრევია, რომ აი ან დაგვეხმაროს ანის. მესტიის მერი არ არის ერთადერთი მაღალჩინოსანი, ვინც არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით კორუფციული სქემებით სახელმწიფოსგან 100,000-ობით ლარს იღებს. საქართველოს პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის მფლობელობაში არსებულმა კომპანიამ 2017-2020 წლებში 9 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია მიიღო. შპს სეტი პლუსი ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც. ვიქტორ ჯაფარიძის და ქუჩაში შეგხვდა. პასუხების ნაცვლად მისგანაც შეურაცხყოფა მოვისმინეთ. გადირათ უცმახარა აქედან და შემეტავა როგორ იქცევი? როგორ იქცევი შენ ისე რა შენ აი ჟურნალისტები თავშიავი? შენ ვაფშე ხარ ნუღა მიხებ რა რაღაცა მიხებ ამ შეხვედრამდე რამდენიმე წუთით ადრე მთავარი არხი ვიქტორ ჯაფარიძის სახლში მივიდა. არავინ დაგხვდა, კარზე დავაკაკუნეთ, კადრები გადავიღეთ და წამოვედით. როგორც ჩანს, კორუფცია მესტიაში იმდენად დიდია, რომ ამ საქმეში ჩართული ყველა პირი ძალიან შეწუხდა. ვიქტორ ჯაფარიძემ ისიც კი იკადრა, რომ მასთან სახლში მისული ჟურნალისტების ჩუმად გადაღებული ფოტო უმრავლესობის ლიდერს პარლამენტში აფრიალებინა. მამუკა მდინარაძეც უტიფრად ამტკიცებდა, რომ ვიღაცის კერძო საკუთრებაში შევიჭერით. ესეთი რაღაცების კეთება არ შეიძლება. ადამიანის კერძო საკუთრებაში შეღწევა მისი ნებართვის გარეშე ცარიელ სახლში. ვინც არ უნდა იყო ჟურნალისტი, ოპერატორი არ შეიძლება და არ მინდა უფრო მძიმე შეფასებებში წავიდეთ. ვიქტორ ჯაფარიძის სახლში შეღწევა მისი ნებართვის გარეშე და შეღწევა მაშინ როდესაც იქ მით უმეტეს არავინ იმყოფება ძალიან ცუდი საქციელია როგორც მინიმუმ. კორუფციულ სქემაში ჩართულია მესტიის მერის მოადგილეც. ნელი ნავერიანის შვილის ლელა ჯაფარიძის კუთვნილ შპს ნიმერიასთან აწარმოეს საქართველოს ფარგლებში ორი ხელშეკრულებაა გაფორმებული. გასაცემის სუბსიდიის ოდენობა უცნობია. თანხის მოცულობა გადარიცხვის შემდეგ გასაჯაროვდება. როგორც საერთაშორისო გამჭვირვალობის სიუჟეტში კი ბატონო, 71,000 ლარი გაჯამებული მეც ახლა წავიკითხე. არა, მეორე შემთხვევაში საერთოდ არ არის მითითებული რა რაოდენობის სუბსიდია მიიღო. არ მისცა ალბათ პროექტმა ინფორმაცია. მეც უნდა დავჭდე, დავიანგარიშო და ისე გიპასუხდება. ზეპირად როგორ გითხრა? რესურსები, რომელსაც გასცემს სახელმწიფო, უნდა მოიმსახუროს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, უნდა შეუწყოს ხელი ბიზნესის მდგრადობას და იმას, რომ ადამიანები, რომლებიც არიან დასაქმებული ამ ბიზნესში, იყვნენ მაქსიმალურად დაცულები. ყოველ შემთხვევაში ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული მსგავსი პროგრამები და არა იმაზე, რომ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოირგონ ეს პროგრამები საკუთარ თავზე, თავად შექმნან ბიზნესი, თავად ჩაერთონ ბიზნესში და მერე იმის გამო, რომ მათ აქვთ გავლენა, ეს ფული მოიზიდონ. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს საგამოძიებო უწყებებს თემით დაინტერესებას თხოვს. თუმცა ასეთი მოთხოვნა არასამთავრობო სექტორის მხრიდან ბევრი ყოფილა.
გამოძიებული არც ერთი. ამ შემთხვევაშიც არაბის აქვს იმედი, რომ კორუფციაში ჩაფლული მაღალჩინოსნები დაისჯებიან, მაგრამ ამ თემაზე კითხობის დასმის გამო ასეთი აგრესია და გაბრაზება ალბათ ყველასთვის ნათელს ხდის, რომ მესამე სექტორში არ ცდებიან. ხვდებით ხო რა ხალხთან გვაქვს საქმე, მაგრამ მე მინდა უთხრა მათ, რომ ემა გოგოხია ის ჟურნალისტია, რომელსაც ვერც შეაშინებენ და ვერც გააჩერებენ, უბრალოდ ეს არ გამოუვათ. მიზეზი კი რის გამოც ჩვენი გადამღები ჯგუფი მესტიაში ჩავიდა ქართული ოცნების დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძეა, რომლის კორუმპირებულობაზე ძალიან ბევრი წელია წერენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები თუ გამომძიებელი ჟურნალისტები. თუმცა მრავალმილიონიანი ქონების გარდა მესტიის მაჟორიტარმა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა სხვა სკანდალებითაც მოახერხა. ის მაგალითად მონდომებით უსწორდებოდა ფიზიკურად სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც 20 ივნისის შემდეგ ძალადობრივი ხელისუფლების შეცვლას ითხოვდნენ. ასევე სწორედ ის უამბობდა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულ მირზა სუბელიანსა და ხელისუფლებას შორის, რომ ყოფილ პროკურორს ოცნების მაკომპრომეტირებელი მასალები არ გამოექვეყნებინა. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მოკლედ გავიხსენოთ ამ საუბრების შინაარსი, თუ რა შუამავლის ფუნქცია ჰქონდა ვიქტორ ჯაფარიძეს მაშინ თავის თავზე ადამიანს. ნავთობის ოპერაცია, რასაც ამათ თანამდებობები დაიჭირეს. ხარზიანის საქმე, ნებიკონი საქმე, რაც ისი შესრულებულია. მე როდის დურბანში როგორია ამათი თათბირები, სენეროიშენ და ხალი განკარგულების ოპერაცია. ეხლა უჩინარი პავლო თავი გადამიზურია ამათთა თავი გადამიზურია და ისინი ისურვებენ ყოველდღე ცუდები. გადასვლებს მე რაღაცა თუმებოდა და რაღაცა მიდოდეს ხალხის გამოსვლა ფედერალური ჩანაწერებდა და პოზიციურ უსტავებს განმეორდა ოსნებავარი თემის დანარჩენ. სპეციალური ოპერაციის საქმეები როდება ესეთი როლი გამიერებენ ჯიბი პროვერტ ეხავდნენ მოხალხე სენატი. ვიქტორ ანკაიხსნა და ის ხალხი ძოგი მისცემ ჩამოშოროს ციხის. ახლა როგორ და ის დოზოზე როგორ არის და ახლა როგორ არის. სუზერა ჩექრასა როგორ არის მოშო. აი ასეთი არის ოცნების რეალობა, რომელშიც ხელისუფლების ზონდერ ჯგუფებს ჟურნალისტები პირდაპირ მიზანში ყავთ ამოღებული. აგრესიული პირები ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ თბილისის ცენტრშიც კომენდანტის საათის დროს. ადამიანები, ვინც ჩვენს ოპერატორს და კორესპონდენტს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკური ანგარიშწორებით დაემუქრნენ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სამეგობროს წარმოადგენენ. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გვიან ღამით კომენდანტის საათის დროს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა საქეიფოდ მიაკითხა ძმებ მიქაძეებს, მთაწმინდელ ავტორიტეტებს. ინფორმაციის გადასამოწმებლად მისულებს მიქაძეების სახლთან დახვდა 3 ავტომობილი, 3-ვე ოპერატიული ნომრით. ჩვენი გამოჩენისთანავე ავტომობილები გაიქცნენ, სახლში შუქები ჩააქრეს, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა კი ტერიტორია სავარაუდოდ დატოვა საფეხმავლო ორღობებით. თუმცა სათადარიგო გასასვლელების გადამოწმების შანსი ჩვენს ჯგუფს უბრალოდ არ დაუტოვეს. ჟურნალისტს და ოპერატორს თავს დაადგა აგრესიული ახალგაზრდების დაჯგუფება, გინებით და მუქარით. და ეს ყველაფერი ხდება სწორედ იმ დროს, როცა სპეციალური საშვის გარეშე გარეთ გამოსვლა არ შეიძლება. რატომ აქვთ ამ ადამიანებს და მათ უფროს მეგობარ ფარცხალაძეს ყველაფრის უფლება? მათ შორის რატომ აქვს ფარცხალაძეს მაგალითად ოპერატიული ნომრები და რატომ შეუძლია ნარუშილოვკებით დედაქალაქში გადაადგილება? აი ამ შეკითხვაზე პასუხი შინაგან საქმეთა მინისტრს არ ახმოვანდა. თბილისი, ზალქიქოძის ქუჩა, 21 საათი და 32 წუთი. ქვეყანაში ახლა კომენდანტის საათია. დედაქალაქის ძველუბანში საიდუმლო შეხვედრის მასპინძლები, გავლენიანი ავტორიტეტები, ძმები დათუნა და გიორგი მიქაძეები არიან. სტუმარი ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. მთავარი არხის მისვლისთანავე მასპინძლები სახლში შუქს აქრობენ, ფარცხალაძეს უკანეთში აპარებენ, გარეთ მყოფი დაცვის წევრები კი მანქანებით გარბიან. აქ რატომ მიყავით? უკაცრავად, საშვი ვინ მოგცათ? ვინ მოგცათ საშვი?
მანქანას, რომელსაც მაყურებელი ხედავს, ოპერატიული ნომრები აქვს. ფარცხალაძე საჯარო მოხელე 2013 წლის 30 დეკემბრის შემდეგ აღარ არის. მან თანამდებობა დატოვა, თუმცა როგორც ჩანს, პრივილეგიები მაინც შეინარჩუნა. მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს საშვიც აქვს და მანქანებიც ოპერატიული ნომრებით ემსახურება. რაცი ეს კამერა? ერთი წუთი. რა ხელი და ბიჭო არო ჩაწი ხელი რა არის ამ ხელაკაცი დადიხარ რაღაცას იღებ. ეხა ვინმე მართლა დაგამწროთ ეს კამერა თავზე. ეს მუხარა და გთხოვთ. ყოფილი მთავარი პროკურორის გაქცევიდან მალევე ზალ ქიქოძის ქუჩაზე მობილიზება იწყება. სატელეფონო ზარიც იმავე წამს ხორციელდება და უბნის კაი ბიჭი უცნობ პირს ჩვენ შესახებ პატაკს აბარებს. უბანში აი რაღაცა კაი ხალხია, პრობლემებს იღებენ უბნის ქუჩის მაცხოვრებლების. აგერია რაღაცა. ქიქოძელი ეგრეთ წოდებული ზედამხედველებიც არ აყოვნებენ. ადამიანები, რომლებიც გვიახლოვდებიან, ამავე უბნის მცხოვრებლებად გვეცნობიან. ადგილის დატოვებას გთხოვენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს გვიშლიან. გვიხსნიან, რომ ამ უბანში სხვა კანონები მოქმედებს. როგორც ჩანს, მათთვის არც კომენდანტის საათია და უბანი ხელისუფლების გავლენის მიღმაა. აბუზარი გათახსირებული ახორების დავალებას ასრულებდო? აქ წვედია? დაიციეთ და მოგვეცეთ საშუალება ვიმუშაოთ. ხო, მაგრამ ამ კაცობა და ადამიანობა გაგაჩვენეთ რამე. თქვენთვის წმინდა არც მოსწავლე. არამიას როგორ ემსახურებ დაგოსოს. ფიზიკური დაპირისპირების საფრთხის გამო საპატრულო ეკიპაჟს ვიძახებთ. კომენდანტის საათს არ ღვევენ, იგინებიან, ჟურნალისტი ვარ და აი აქ გვემუქრებიან და თუ შეიძლება ეკიპაჟი გამოვშვით, რაც შეიძლება სწრაფად. კი ბატონო, სად გახართ უკაცრავად? ზალ ქიქოძის 24 ნომერი. კი, არის ძალადობის მუხარა, იგინებიან და იკრიბებიან აქ, რომ ჩვენ გაგვისწორდნენ. მქონდა ინფორმაცია, რომ აი აქ იყო იმ ადამიანების შეკრება, რომლებიც საინტერესოა, რატომ გადაადგილდებიან თუნდაც კომენდანტის საათის დროს გარეთ, ამ დროს ქუჩაში. ამ დროს აღმოჩნდა, რომ ამ უბნის სხვა მაცხოვრებლებსაც შეუძლიათ კომენდანტის საათის დარღვევა, ამბობენ, რომ აი საკუთარ უბანში როგორც შეუძლიათ, ისე გადაადგილდებიან და არც ჩხუბს ერიდებიან. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის გამოჩენისთანავე უბნის კაი ბიჭები მთავარ არხს აღარ ერჩიან. თუმცა პარალელურ ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტებს ხვდებიან და ემუქრებიან. უბნის ბიჭები კომენდანტის საათის დროს დაპირისპირებას არც პატრულისა და კრიმინალური პოლიციის თვალწინ ერიდებიან. პატრული ბანდები! ეხა ლუიგინები ბიჭო ტრანსფერი დააჭირეთ. არგაბუცი სადაც გნახავ. პატრული! აციდალადი ამ დროს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაცვის წევრებსა და მასპინძელ ძმებთან ერთად ტერიტორიიდან უკვე გასულია. თუმცა დათუნა და გიორგი მიქაძეების მამა სახლში ჯერ იმალება. 2 საათის შემდეგ კი გვეპატიჟება იმის დასამტკიცებლად, რომ ოთარ ფარცხალაძე მათი სტუმარი არასდროს ყოფილა. რა დააშავა ფარცხალაძე ოთარი ჩემთან აქ სახლში საერთოდ არ ყოფილა არასოდეს. თუმცა ძალიან მინდა რომ მოვიდეთ, თქო? ეს მისი დაცვის მანქანა. სახლთან იყო გაჩერებული. დაახლოებით ალბათ 2-3 საათის წინ. 2 საათის წინ დაახლოებით სახლში არ ვიყავი. სინათლეენთო და მე ჩაქრა ჩვენი ჯგუფი რომ მოვიდა და მე ისევ აინთო და მაგიტომ გეკითხა. მე ცოტა ავტომატიკაზე წემო დაყრენებული რაღაცა. იმას, რასაც მთავარ არხს სანდო წყარო უყვება, კადრებით დასტურდება. ოპერატიულ ნომრიანი მანქანით გადაადგილება მხოლოდ სამართალდამცველებს შეუძლიათ. მას კი ძმები მიქაძეების სახლში 3 ავტომობილი მიაცილებს. ყოფილ მთავარ პროკურორს ამბის გადასამოწმებლად სახლთან ვაკითხავთ. ფარცხალაძე კამერებთან არ ჩნდება, მაგრამ მანქანით მიწისქვეშა ავტოფარეხში დემონსტრაციულად ჩადის. იმ ნომერზე ვურეკავთ, რომელიც მისი კუთვნილებაა, მაგრამ პასუხების გაცემას კარნახი ურჩევნია მესამე პირისთვის. ბატონი ოთარი ბრძანდებით? არა. თქვენ ვინ ბრძანდებით? აღარ არის ეს ბატონი ათონის. და თქვენ ვინ ბრძანდებით? გამოსაუბროთ მაგას, აღარ არის ეს ნომერი ოთარისი და თქვენ ვინ ბრძანდებით, ეგ რომ მიხაჭერ და მე მეთქი. მე ჟურნალისტი ვარ და მასთან მაქვს რამდენიმე შეკითხვა. არა, ნომერი არ არის ფიზიკურად და ეს ვიასდან არის. თქვენ მისი ახლობელი ბრძანდებით? აი მაგალითად 3 მარტს მასთან ერთად იყავით მიქაძეების სახლში კომენდანტის საათის დროს? არა, გეშლეთ. ანუ იცნობთ ოთარ ფარცხალაძეს?
ნახონის დაგეხმარება. იცნობთ, უბრალოდ მაინტერესებს. ოთარ ფარცხალაძე რომ კანონზე მაღლა დგას, არც კომენდანტის საათს ემორჩილება, ოპერატიულ ნომრიანი მანქანების დაცვით გადაადგილდება და საგანგებო ეგრეთ წოდებულ სხდნიაკებს მართავს გავლენიან ავტორიტეტებთან სახლსა თუ კაფეში. ამას მთავარი არხის არქივის მასალებიც ადასტურებს. თუმცა ეს საკმარისი არ არის იმ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, რომელსაც ამ კითხვებზე დუმილი ურჩევნია. აი ფოტო გვაქვს. ოპერატიულ ნომრიანი მანქანებით რატომ გადაადგილდება? გამოვალ და გავაკეთებ. არ ვაკეთებ კომენტარს. მე მოგწევს პრივილეგიები არ რა ოპერ დავალებებია? ოპერ მუშაკია? ქვეყნის პირველი პოლიციელი კითხვებთან ერთად თავს იმ ფოტოებსაც არიდებს, რომელიც საგანგებოდ მისთვის ამოუბეჭდეთ, რომ გვეჩვენებინა, ვინ არღვევს კანონს. მთავარ არხის წყარო ხელისუფლებიდან უყვება, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ვახტანგ გომელაურის გავლენების მიღმა, მინისტრის სიჩუმეც მისი პორტფელის შენარჩუნების პირდაპირ პროპორციულია. კანონდამრღვევ ფარცხალაძეს რომ ჯარიმა უნდა გადაეხადა, თავის დროზე მხოლოდ გიორგი გახარიამ და კახა კალაძემ თქვეს. ფარცხალაძის მაგალითად რა კომენტარი უნდა გაკეთო? დააშავა, დაჯარიმდა, გადაიხადა, ეგეთები ბევრი დაჯარიმდა. მას ჰქონდა თუ არა ამის უფლება და საშუალება, ამის ინფორმაცია არ მაქვს, თუ არ ჰქონდა და სავარაუდოდ არ ეკნებოდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაშინ რა თქმა უნდა დაჯარიმდეს. განმეორებითი დასჯის ან დაჯარიმების მოლოდინი რომ სულაც არ აღელვებს მოქალაქე ო ფარცხალაძეს, ეს იმ კანონში ჯდება, რომლის ზედმიწევნით დაცვას მხოლოდ არაპრივილეგირებულ ადამიანებს სთხოვენ. ძალოვან მინისტრსა და მის პირად შემადგენლობას კი მხოლოდ მთავარ არხთან უჩნდებათ ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. ბატონო ვახტანგ, ოთარ ფარცხალაძე ოპერატიული გასაკეთე. ხო. აი ასეთია რეალობა არაფორმალური მმართველობის 9 წლის თავზე. აი უკრაინის არაფორმალური მმართველი იგივე იგორ კოლომოისკი უკვე ამერიკის მიერ სანქცირებული ოლიგარქია. რიგში ახლა ბიძინა ივანიშვილია. ამ ორ ადამიანს კი არამხოლოდ ჩრდილოვან ოლიგარქიული მმართველობის სტილი აქვს საერთო, არამედ მომეტებული ლტოლვა ბიტკოინების მიმართ და ერთობლივი ბიზნესით საქართველოში. კოლომოისკი საქართველოში ოფიციალურად ფლობს ზესტაფონის სფეროს, ჭიათურის მაღაროებს და 180 მეგავატის იმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს. ეს ოფიციალურად. მას რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო მიძულების წესით წილში ჩაუსვა გიორგი იგივე რიჟა კაპანაძე, ივანიშვილის კარის ბიზნესმენი. აი აქ კი ორი ოლიგარქის გზები ნამდვილად გადაიკვეთა. ახლა კი ჩვენს ხელს აღმოჩნდა ინგლისის სასამართლოს ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელი ოლიგარქი საქართველოში ივანიშვილის გარემოცვასთან ერთად ფლობს ბიტკოინების საიდუმლო საწარმოს და რომ არა სანქცირებული ოლიგარქის წინააღმდეგ ინგლისში მიმდინარე ეს დავა ამ ქარხნის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. ახლა კი ირკვევა, რომ ამ გადამალულ მეგა მაინერს საქართველოში გამომუშავებული აქვს 1 მილიარდი დოლარიდან 2 მილიარდ ნახევარ დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტა. ეს არის კოლოსალური მოცულობის თანხა. იმისათვის რომ დაახლოებით ეს ბიტკოინები გამოიმუშავო, იმდენივე დენია საჭირო, რამდენიც მთელ საქართველოს დასჭირდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში. კალკულაციების გაკეთება აქ ნამდვილად ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის თანხა, ეს არის ბიტკოინების რაოდენობა, რომლის შეფასებაც ძალიან გამოსთულ ექსპერტებსაც კი გაუჭირდებათ. ახლა კი ვნახოთ რეალური მიზეზი, რატომ ძვირდება დენი და დავითვალოთ რეალური მილიარდები, რომელსაც ოლიგარქები ჩვენი ჯიბიდან იბარავენ. ბიტკოინი ყველაზე პოპულარული და პირველი დეცენტრალიზირებული კრიპტოვალუტაა, რომელიც 2008 წელს შეიქმნა. ბიტკოინი კომპიუტერული ქსელის საშუალებით და რთული მათემატიკური პროცესების შედეგად იქმნება. ამ პროცესს მაინინგს უწოდებენ. კრიპტოვალუტის გამომუშავებას სჭირდება კომპიუტერული სისტემა, სერვერები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ელექტროენერგია. ჭარბი ელექტროენერგიის მოხმარების გამო ბევრმა ბიზნესმენმა საქართველოში მას შემდეგ რაც დენის ტარიფი გაძვირდა, მაინინგი, ანუ ბიტკოინების წარმოება შეაჩერა. ეს უბრალოდ არამომგებიანი იყო. რეალურად კი კრიპტოვალუტის წარმოება შეაჩერეს იმ ბიზნესმენებმა, ვინც ამ საქმიანობით ლეგალურად იყო დაკავებული. ეს ყველას არ ეხება. მაგალითად ცნობილი ხდება, რომ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკიმ საქართველოში 2017 წელს 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია სწორედ ბიტკოინების წარმოებაში ჩადო. კოლომოისკი იძულებული გახდა მისი ეს საქმიანობა ლონდონის სასამართლოში ეღიარებინა. თქვა ისიც, რომ 2021 წელს ბიტკოინების წარმოებიდან საქართველოში მილიარდიანი მოგების მიღებას აპირებს.
ინვესტირებული თანხა არის 50 მილიონი ამერიკული დოლარი. პოტენციური ღირებულება 2021 წლის იანვარში არის 1 მილიარდი ამერიკული დოლარი ან 50,000 ბიტკოინი. ფილდფიშერი განმარტავს, რომ 50 მილიონი ამერიკული დოლარი, რომელიც დასახელებული იყო ინვესტირებულ თანხად, ავანსად გადაეცა ბატონ კუჭუხიძეს კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან, სავაჭრო კომპანიისგან, რომელშიც ბატონ კოლომოისკის არაპირდაპირი ინტერესი აქვს. უკრაინელი ოლიგარქი ამ საქმიანობაში მარტო არ არის. მისი ბიზნეს პარტნიორია გიორგი კაპანაძე, იგივე რიჟა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვად და კარის ბიზნესმენად ითვლება. შესაბამისად ამ გარიგების უკან ერთის მხრივ უკრაინელი კოლომოისკი და მეორეს მხრივ ქართველი ოლიგარქი დგანან. კაცრად არის გასაიდუმლოებული ადგილი, სადაც ოლიგარქების ეგრეთ წოდებული ბიტკოინების ფერმაა განთავსებული. იმისათვის, რომ მაინინგის ადგილსამყოფელს მივაგნოთ, მივყვეთ ფაქტებს. თქვენ აქ არ მუშაობთ? მიმართეთ ეს სამსახურს არ ვიცი დამდელეთ. აქ არ მუშაობთ თქვენ? და არ იცით რა დატვირთვით მუშაობს ქარხანა? არ ვიცი ბატონო, არ მეტალური ხმარო, რა ვიცი როგორ უნდა დავიგე, მაგრამ აქ ხო მენეჯმენტი ის. რაღაცა ლაპარაკები გაცა. რა გაყვირებ თუ? რა ვაყვირებ? ხო, ადამიანის გასაგებად და მეტი რა უნდა გიქ. მე კიდევ სვავ კითხოს, რამე პრობლემა გაქვს? ხო, კითხოს სვავ. მიუხვედრელი ხარ და ვერ გებულა. თქვენც აქ მუშაობთ ბატონო? მამაკაცები, რომლებიც მთავარი არხის მიერ დასმულმა შეკითხვებმა გააღიზიანა ზესტაფონის სფერო შენადნობთა ქარხნის თანამშრომლები არიან. გავარკვიეთ, რომ ზესტაფონის სფერო ელექტროენერგიის მოხმარების მხრივ ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ამიტომ დაგვაინტერესა, რა დატვირთვით მუშაობს ქარხანა. პასუხი მენეჯმენტისგან ვერ მივიღეთ, თუმცა რიგითმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ 4 ცეხიდან მხოლოდ 2 მუშაობს და ისიც არასრული დატვირთვით. პირველ და მეოთხე მუშაობს. 2 ცეხი მუშაობს, 2 არა, ხო? ეს ქარხანა ხო მთელი დატვირთვით არ მუშაობს. არ მუშაობს მე მგონია შვილი. ჩემ უბნიდან მე ვმუშაობ, მარტინა სხვები დანარჩენი უშევარია. თუ ქარხანა სრული დატვირთვით არ მუშაობს, სად მიდის კოლოსალური რაოდენობის ელექტროენერგია და რაზე იხარჯება? თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფეროშენადნობთა ქარხანას კომპანია ჯორჯიან მანგანეზი ფლობს, თავის მხრივ კი ჯორჯიან მანგანეზს გიორგი კაპანაძე იგივე რიჟა მართავს, ადვილი მისახვედრია, რომ ოლიგარქების კუთვნილი ბიტკოინების ქარხნის ერთ-ერთი ადგილსამყოფელი სწორედ ზესტაფონის ფეროს ქარხანაა. ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტისთვის განკუთვნილი ელექტროენერგია ივანიშვილის კოლომოისკის ბიტკოინების ქარხანაში იხარჯება. ბიტკოინების ქარხანა არის შეგდით? არ გაგიგიათ გავსი არაფერი? არა, საერთოდ არაფერი. მთელი დატვირთვით მუშაობს ეს ცეხები? ეგ მე არ ვიცი. ეგ უნდა ვთქვა დირექტორს. ბიტკოინების ქარხნის კიდევ ერთი შესაძლო ადგილსამყოფელი ვარციხე ჰესია. ამ ობიექტსაც ჯორჯიან მანგანეზი ფლობს. კონტრაქტის თანახმად კერძო კომპანიას გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგია ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად უნდა გამოეყენებინა, თუმცა როგორც ჩანს, ქვეყნის ინტერესებზე მაღლა ისევ ივანიშვილის ინტერესები დადგა და ელექტროენერგია არა ბაზარზე, არამედ ოლიგარქის ჯიბეში მიდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარების გამო სამომხმარებლო ტარიფი იზრდება. ანუ ივანიშვილ კოლომოისკები ჩვეულებრივი მოქალაქეების ხარჯზე მდიდრდებიან. კოლომოისკი თავის პარტნიორებთან და ბიძინა ივანიშვილის კლანის წარმომადგენლებთან ერთად აწარმოებდა ბიტკოინების მაინინგს საქართველოში, რაც ცხადია ქმნიდა ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდას, ესე იგი დეფიციტს და საბოლოო ჯამში გაძვირებას. ის რომ სწორედ ბიტკოინების უკონტროლო და გასაიდუმლოებული წარმოება ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტს ქმნის, ამაში დარწმუნებულია მწვანე ალტერნატივას ერთ-ერთი დამფუძნებელიც. დავით ჭიპაშვილი მარტივ გათვლებს აკეთებს. თუ თვალს გადავავლევთ ბოლო წლების ელექტროენერგიის ხარჯვას, დავინახავთ, რომ COVID პანდემიის პირობებში, როდესაც ქვეყანაში ყველაფერი გაჩერდა, დენის ხარჯვა არათუ შემცირდა, მოიმატა. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო სამომხმარებლო ტარიფის გაძვირება. პირდაპირ არის ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა, თუ დავაკვირდებით ეს სტატისტიკურად შევადარებთ ორსულად, პირდაპირ არის დაკავშირებული კრიპტოვალუტაზე საერთაშორისო ბირჟებზე ფასის ზრდასთან. ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, რის გამოც საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება და ეს ძალიან კარგად გამოაჩინა 2000. ფასით? შესაბამისად, რა თქმა უნდა, ფასით ეს დაკავშირებული არის კრიპტოვალუტის უკონტროლო წარმოებასთან. კრიპტოვალუტის უკონტროლო წარმოება როგორც წესი სახელმწიფოს ხარჯზე ხდება. პლატფორმა 2020-ის დამფუძნებელი იგორ კოლომოისკის მიერ ლონდონის სასამართლოში გაკეთებული აღიარების შემდეგ აშკარა კორუფციაზე საუბრობს და შესაბამის საგამოძიებო უწყებებს რეაგირებას თხოვს.
ივანიშვილის და კოლომოისკის ერთობლივი ეგრეთ წოდებული ბიზნესი ბრჭყალებში თან საკმაოდ მასშტაბური 50 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციის სახით განხორციელებული, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე მიუთითებს იმაზე, რომ მათ ჰქონდათ ან ნულოვანი ტარიფით, ან მიზერული ტარიფით ხელმისაწვდომი ელექტროენერგია. ხელმისაწვდომი ელექტროენერგია ნულოვანი ტარიფით ან მინიმალური ტარიფით შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამას შენ იღებ მოსახლეობის ხარჯზე. ის რომ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი კორუფციასა და თაღლითობაშია იჭმიტანილი, იქედანაც ჩანს, რომ მას დასავლეთმა გუშინ სანქციები დაუწესა. საინტერესოა თავად კოლომოისკის ფიგურაც. ის რეალურად ბიძინა ივანიშვილის მსგავსად უკრაინის არაფორმალურ მმართველად ითვლებოდა. კოლომოისკისთვის სანქციების დაწესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც სწორედ ეს გახდა. უკრაინაში დღეს პარალელებს ავლებენ. დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი ოლიგარქი უახლოეს მომავალში კოლომოისკის ბედს გაიზიარებს. Бесспорно, он играл очень важную роль. Უდაოდ, იგორ კოლომოისკი საკმაოდ სერიოზულ როლს ასრულებდა უკრაინის ცხოვრებაში, თუმცა აქ ჩვენთან არ არის მონოპოლია. ჩვენ უკრაინის რამდენიმე ოლიგარქი ყავს, რომლებიც ინაწილებენ გავლენის სფეროებს. თქვენთან სხვა სიტუაცია. ბიძინა ივანიშვილი მონოპოლისტი ოლიგარქია და ქვეყნის არაფორმალური მმართველი. მე ბევრ საერთოს ვხედავ ჩვენს კოლომოისკისა და თქვენს ივანიშვილს შორის. და ვფიქრობ, როგორც კოლომოისკის დაადეს სანქციები, იგივე ბედიელის ივანიშვილსაც. მე ვიცი, რომ მათ საერთო ბიზნესი აქვს საქართველოში და მე ეჭვება ეს ბიზნესი კანონიერი იყოს. ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინელ ოლიგარქს დაუპირისპირდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო. კოლომოისკი კორუფციასა და სახელმწიფო თანხების გაფლანგვაში მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ამხილა, როდესაც ოლიგარქი რეალურად უკრაინას არაფორმალურად განაგებდა. ოლიგარქიული მმართველობა კი არ არის ერთადერთი რუსული ფენომენი, რომელსაც სამწუხაროდ საქართველოში ვხედავთ. წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ რუსული კვალი თვალშისაცემია მაგალითად ეკლესიაშიც. ბრძოლა ჯერ კიდევ ცოცხალი პატრიარქის ტახტისთვის უკვე დაიწყო. რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ეს ფაქტია, რომ საპატრიარქოს შიგნით დიდი აუზაურია. მეუფე შიო და მისი დაჯგუფება ილია მეორის ტახტს უკვე დაუფარავად უმიზნებს და სხვებს ერთგვარად აფრთხილებს, რომ პრორუსულად განწყობილ ძალებს შიო შემთხვევით არ დაუსვავთ მოსაყდრეთ. მისი გამორჩევა თავის დროზე რუსეთის საპატრიარქოსთან შეთანხმდა მოსაყდრეთ კურთხევის შემდეგ კი შიოს თანამოაზრეები კრემლში გაემგზავნენ საიდუმლო ვიზიტით. ამაზე სულ რამდენიმე წუთში უფრო დაწვრილებით შეიტყობთ, მაგრამ ცხადია, მოსაყდრე ერთადერთი ვერ იქნება, ვისაც პატრიარქობის ამბიცია გაუჩნდა. არიან სხვებიც. როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ ეკლესიაში, როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი სცენარი ისევ კრემლში იწერება. საპატრიარქოს მესამე სართულზე დახურული აუდიენცია 40 წუთს გაგრძელდა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა საგანგებოდ შერჩეული სასულიერო პირები ესწრებოდნენ. პატრიარქის გვერდით ქორეპისკოპოსი შიო მუჯირი იჯდა. სინოდის 5 წევრის გარდა შეხვედრას არქიმანდრიტი კირიონიც დაესწრო. გარეჯის სკანდალური საქმის ოქროს მოწმე ბუნებრივია, რომ ღარიბაშვილთან სწორედ გარეჯზე სასაუბროდ მიიპატიჟეს. თუმცა მთავარი სკანდალი ამ შეხვედრის დასასრულია. სასულიერო პირებმა პრემიერთან დამშვიდობების დროს მთავარი მასპინძელი ილია ისე მოიტოვეს უკან, რომ მისი უმაღლესი სასულიერო სტატუსი აღარავის ახსოვდა. მათთვის მთავარი იმ მომენტში პრემიერის გულის მოგება იყო. ირაკლი ღარიბაშვილმა დერეფანი ისე დატოვა, რომ უხუცესი პატრიარქი ვერ დაემშვიდობა. მოხუცებული პატრიარქის ფიზიკურ დაუძლურებას საპატრიარქოში ყველა კარგად ხედავს. საპატრიარქოს დახურულ დერეფნებში არც ის გამორჩენიათ, რომ ბოლო პერიოდში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე განსაკუთრებით გააქტიურდა. რისთვის ემზადება მეუფე შიო? ღიად ამაზე არავინ საუბრობს, თუმცა მღვდელმთავრებმა იციან, რომ წინ დიდი ბრძოლა ელოდებათ. ბრძოლა გავლენებისთვის, სადაც საქართველო დამოუკიდებელი ვერ იქნება. ადგება ყველაფრის დრო, როცა მოვა ეს ღმერთის განგებაშია და დრო თვითონ აჩვენებს. სახეზე ცოცხალი პატრიარქი ყავს, რა თქმა უნდა ყველა თქვენს, მე ჩვენს ყველა ვუსურვებთ ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს, მაგრამ ამავდროულად საქართველოს ეკლესიას ვუსურვებთ სიმტკიცეს და ამ რთულ დროში თავისი მისიის მაღალ დონეზე აღსრულებას.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი საპატრიარქოს კარის ინტრიგებში ბოლო ორი სინოდის ხდომა გარიდებას ცდილობს. სასულიერო პირებმა იციან, რომ საპატრიარქოს ტახტისთვის ბრძოლას რამდენიმე მსურველი ეყოლება. მეუფე შიო ამ გზაზე ჯერ კიდევ 2017 წლის გიორგობის დღესასწაულზე გამოიკვეთა. პატრიარქის გამორჩეული ქორეპისკოპოსი მაშინვე გახდა აქტიური მსჯელობის საგანი. სინოდის წევრებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ მისი უწმინდესობა ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მიიღებდა. ადულად მისახვედრია, რომ ეს მნიშვნელოვანი სცენარის ერთი ნაწილი იყო. მოსაყდრედ დანიშვნის საკითხი კიდევ უფრო საეჭვო რუსეთში საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტმა გახადა. მეუფე შიოს დანიშვნიდან ზუსტად ერთ კვირაში სამი მღვდელმთავარი მოსკოვში გაემგზავრა. ოფიციალური მიზეზი რუსეთის პატრიარქობის 100 წლის იუბილის მილოცვა იყო, თუმცა მთავარი საპატრიარქომ დამალა. დელეგაციის ხელმძღვანელმა მესამე ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ საიდუმლო აუდიენცია გამართა ვლადიმერ პუტინთან. მღვდელმთავარმა ანგარიში ჩააბარა ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს საქართველოს ეკლესიის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე. სასახად შემიძლია ვთქვა, რომ პატრიარქი არ იყო დამოუკიდებელი ამ დროს. ამ წერილის დაწერა მოხდა რუსების ზეწოლით. ერთი კვირით ადრე წინ უძღოდა ამ პროცესს, ამ მოვლენას ილარიონ ალფეევის ვიზიტი და შემდგომ ერთი კვირის შემდეგ დაახლოებით ვიზიტი რუსეთში საქართველოს ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსის, რომელსაც ალბათ თავისთავად ცხადია ანგარიში ჩააბარეს უკვე რუსებს. ალფეევის ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის იყო, რომ მას უნდა დაესახელებინა, ანუ მისი ზემოქმედებით უნდა დაესახელებინა საქართველოს ეკლესიას მოსალდრედ მეუფე შიო. გავიდა რამდენიმე დღე და გიორგობის დღესასწაულზე ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ ეს ვარაუდი მართლაც გამართლა. ამის გარდა ჩვენ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ძალიან დიდი გავლენებია საქართველოში რუსული მხარის, რუსეთის ეკლესიის, აქედან გამომდინარე არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იგი ჩართულია ქართული საეკლესიო ცვლილებების სცენარი, რომ რუსეთის საპატრიარქოში დაიწერა, კარგად იციან საქართველოშიც. არაფრით გამორჩეული მღვდელმთავარი შიო სწორედ ამ სცენარით დაინიშნა მოსაყდრედ. რუსული უშიშროების სამსახურები ქართული სასულიერო პირების რეიტინგსაც დიდი სცენარის დასაწერად ბრძომავდნენ. არჩევანის შიო მუჯირზე სავარაუდოდ სწორედ იმიტომ გაკეთდა, რომ მისი წარსულის ყველაზე არარელიგიური მხარე მისი მუსიკოსობა იყო. მისი მოსაყდრედ გამორჩევით ქართულ ხალხს უთხრეს, რომ პატრიარქობის ღირსეულ კანდიდატს ამზადებდნენ. რეალურად კი ამით რუსეთის საპატრიარქომ კიდევ უფრო გაიმყარა პოზიცია ქართული ეკლესიის სინოდში. მე არ ვიცი რა მოხდება უახლოეს დღეებში, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შიოს ფრთის გააქტიურება გვაქვს სახეზე. თავისთავად ცხადია, რუსეთი ყველაზე მეტად არის დაინტერესებული საქართველოს ეკლესიით, იმიტომ რომ ეს მისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხია თავისი აგენტურული ქსელის ერთგვარ ბუდეს წარმოადგენს. და აქედან გამომდინარე მას ეჩქარება თავისი კანდიდატის გაყოლა. რამდენადაც რუსების ზეწოლით მოხდა მისი დასახელება, როგორც მოსაყდრის, რუსეთი ახლა ჩქარობს და ის ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს ცვლილება, რაც შეიძლება სწრაფად. ეს მოხდეს მანამ, სანამ შეიძლება საქართველოში ხელისუფლება. სახეზე გვაქვს კვლავ რუსული წესებით გაგრძელება მართვის. ნამდვილად გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ მეუფე შიოც ამ შემთხვევაში წარმოადგენს გარკვეული დირექტივების აღმასრულებელს, რომელიც არის რუსული დირექტივა. მეუფე შიომ აი ამ მომენტამდე ვერ დაადასტურა, რომ მას შეფერის ის თანამდებობა, რომელზედაც ის არის წარდგენილი. ამ მოვლენების ფონზე მოსაყდრე შიოს აქტიურობაც კიდევ უფრო თვალშისაცემი გახდა. რუსული გეგმის ის შეიძლება ერთი ნაწილია. მოსკოვის საპატრიარქო ერთი დაგეგმილი სცენარით არ იმოქმედებს არჩევნების დროს. სინოდის შიგნით არის კიდევ ერთი მღვდელმთავარი, რომელიც შესაძლოა საქართველოს პატრიარქად განამწესონ. მისი სახელია მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა, სინოდში პრორუსული ფრთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. მას შემდეგ, რაც პატრიარქი შეუძლოდ შეიქმნა, ჩვენ და სამწუხაროდ გააქტიურდა აი ეს დაიყო საპატრიარქოს სამღვდელოება სხვადასხვა ფრთებად. პრორუსულ ფრთას ვინც მიეკუთვნება, ზოგიერთი არის შეგნებით არის მიკედლებული მათთან,
და მათ დირექტივებს ასრულებენ. რუსეთის საპატრიარქოსთან მათ გავლენების მოპოვება არ სჭირდებოდათ. რუსეთი თვითონ ეძებდა მაგათ. თვითონ ახერხებდა მათთან კონტაქტის დამყარებას, მათ აწყობთ ისეთი ადამიანი მომავალ პატრიარქად, რომელიც ვთქვათ, მათ მორჩილებაში თუ არა მათთან არაჩვეულებრივად კარგ დამოკიდებულებაში იქნება. ის რომ შიო მოსაყდრეა, ეს არაფერს არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გახდება პატრიარქი. შესაძლოა ისეთმა ვინმე გაიმარჯვოს, ვის დღეს საერთოდ არ ჩანს. რისთვის ემზადება საპატრიარქოს ამ დროისთვის ყველაზე გავლენიანი დაჯგუფება. აქტიურობა უწმინდესის კარზე შესაძლოა დიდი სკანდალის მიზეზიც გახდეს. მით უფრო რომ კაცრად შევიწროვდა ის გარემოცვა, რომელსაც ახლო და ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ქვეყნის პატრიარქთან. სწორედ ეს ჯგუფი წყვეტს ყველაფერს, რაც ხანდაზმულ პატრიარქს უნდა მოუყვნენ. ნებისმიერი ამბავი, რომელიც ილია მეორემდე უნდა მივიდეს, ჯერ კაცრად იფილტრება და ამის შემდეგ უყვებიან. ერთი უხმაურო მღვდელმთავრის გაზრდილი ამბიციები კი შესაძლოა ისევ რუსული დაკვეთის ნაწილი იყოს, რომლის შესრულებისთვისაც ყოველ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ჩანს, სკანდალები და ინტრიგები საპატრიარქოში ჯერ კიდევ წინ გველოდება და ბუნებრივია ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალს. 4 თვის წინ გორიდან დაკარგული 21 წლის ახალგაზრდა დღეს გარდაცვლილი იპოვეს. გიორგი ნონაშვილის ცხედარი გორთან ახლოს გორი ჯვრის ტყეში არის აღმოჩენილი და ის უკიდურესად დაზიანებულია. გიორგი ახალკაცი, ჩვენი კორესპონდენტი, მუშაობს თემაზე, ის არკვევს დეტალებს, მან იცის უფრო მეტი ამ საქმის შესახებ. გიორგი, თუ მოხერხდა იმ მიზეზის დადგენა, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ზოგადად რა ინფორმაცია არის ამ დროისთვის შენთვის ხელმისაწვდომი? მიშა, მიზეზებზე საუბარი ალბათ ნაადრევია, იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს. ჩვენ ცოტა ხნის წინ არაერთხელ ვესაუბრეთ გომელაურის უწყების პრესსამსახურს, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, როგორც ჩვენ აღნიშნე, აღმოჩენილი იქნა გორი ჯვრის ტყეში და მთავარი არხის ინფორმაციით გვამი ფოთლებით იყო დაფარული. ცხედარი იმდენად დაზიანებული იყო, რომ ოჯახის წევრებმა მისი ამოცნობა მხოლოდ მოახერხეს სამოსით. წინასწარი ინფორმაციით და ჩვენ კარგად ინფორმირებული წყარო გვეუბნება, რომ ცხედარი ეკუთვნის 4 თვის წინ გაუჩინარებულ 21 წლის გიორგი ნონაშვილს, რომელსაც სამართალდამცველები და ოჯახის წევრები ამ ხნის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცველებმა კომბინატის დასახლებაში ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც კარგად ჩანდა, რომ გიორგი ნონაშვილი სწორედ გორი ჯვრის მიმართულებით გადაადგილდებოდა გაუჩინარების დღეს. სამართალდამცველები ამ ხნის განმავლობაში ამბობდნენ, რომ საგამოძიებო მოქმედებებს აქტიურად ატარებდნენ, თუმცა ფაქტია, რომ 4 თვის განმავლობაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ვერ იქნა ნაპოვნი. როგორც აღვნიშნე, რთული სათქმელია ახლა მისი გარდაცვალების მიზეზი რა გახდა, ეს არის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩვენს კითხვებს ამ დრომდე არ პასუხობს, მთავარი არხი აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და დამატებით დეტალებს ჩვენი მაყურებელი ხვალინდელ გამოშვებებში გაიგებს. ეს გიორგი ახალკაცი იყო, რომელიც საუბრობდა გიორგი ნონაშვილის საქმეზე. მე შეგახსენებთ, რომ გიორგი ნონაშვილის ცხედარი დღეს აღმოაჩინეს. სავარაუდოდ ეს ცხედარი ეკუთვნის გიორგი ნონაშვილს, რომელიც 11 ნოემბრის შემდეგ იყო გაუჩინარებული და კვალი მიდიოდა გორი ჯვრის ტყისკენ, თუმცა მხოლოდ 4 თვის შემდეგ სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ სწორედ 21 წლის ახალგაზრდას ეკუთვნის. და როგორც უკვე გიორგი მისაუბრა, შეუძლებელია ჯერჯერობით იმის დადგენა, ეს იყო მკვლელობა თუ რაიმე სხვა სახის ინციდენტი. ჩვენ კი უნდა განვაგრძოთ გამოშვება და განვაგრძოთ გამოშვება ქართული ოცნების 9 წლიან მმართველობაზე საუბრით. ძალიან ბევრი სიტყვა შეიძლება ამ 9 წლიანი მმართველობის დასახასიათებლად მოიყვანო: კორუფცია, არაკომპეტენტურობა, ჩავარდნა ეკონომიკაში, ჩავარდნა ჯანდაცვაში, ჩავარდნა განათლებაში, ყოველდღურად მზარდი კრიმინალი, ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები და ასე შემდეგ. 9 წლიანი მმართველობის დასახასიათებლად ძალიან ბევრი სიტყვა შეიძლება იპოვო. მათ შორის კი ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ მაგალითად სიტყვა кейფი, ან დროსტარება, ან ტაშფანდურა. დიახ, როცა ხალხს შეა, ეს ადამიანები ბოლომდე ერთობიან. როცა ადამიანები, მოქალაქეები ქვეყნიდან უცხოეთში გარბიან, ეს ადამიანები кейფობენ. როცა საქართველოს მოქალაქეები უკანონობას ეწილებიან, ეს ელიტის წარმომადგენლები კანონებს თავის თავზე ირგებენ.
მოკლედ, ღვინო, დუდუკი და დროსტარება ოცნების სტილში. დღეს დილით გადადგომის გადაწყვეტილება მივიღე, რადგან შეცდომა, რომელიც დაუშვი გაუმართლებელია. დევიდ კლარკი, ახალი ზელანდიის ჯანდაცვის უკვე ყოფილი მინისტრი. თანამდებობის დატოვების მიზეზი COVID პანდემიის პირობებში პლაჟზე ოჯახთან ერთად გასეირნება. მე თავად არ გავითვალისწინე ის რჩევები, რასაც ხალხს ვაძლევდი. ეს იყო შეცდომა, რომელსაც გამართლება არ აქვს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. კეთრინ კალტერვუდი, შოტლანდიის მთავარი სანიტარული ექიმი. თანამდებობის დატოვების მიზეზი მოგზაურობის რეგულაციის დარღვევა და მშობლიურ ქალაქში სტუმრობა. ეს კიდე საქართველოა და ქართული ოცნების დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე, რომელიც გაგანია COVID რეგულაციების პირობებში, როცა მთავრობამ თავი გაიგიჟა რესტორნებს არ გავხსნით ვირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელსო, სწორედაც რომ რესტორანში ლათინო სიმღერებზე ბოლომდე ხურდებოდა. დახურულ სივრცეებში სოციალური კონდიციების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად გამკაცრდება. სიტუაცია ძალიან რთულია ქვეყანაში. ძალიან რთულია. ვეღარ აუცვლით საქართველოში კუბოებს. აი ეს გვინდა? ეპიდემიის და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა ანზორ ბამბოლეიო ბოლქვაძემ ჩვენს კითხვაზე, რამდენად გამართლებული იყო მისი ტაშფანდური მაშინ, როცა უბრალო მოკდავებს ლამისა სიტყვა გართობა დაგვავიწყდეს, გვიპასუხა, რეებს მაბრალებდე, გასულ წელს იყო, კაცო, გასულ წელს იყო და კიდევ ერთხელ გასულ წელს იყო. გასულ წელს. და როდის ხონდა თქვენში? გასულ წელს. როდის თარიღი მიშენია? გასულ წელს უშინდები წელი არ ვიცი, მაგრამ თქვენ რომ გასული ხართ, ფაქტია ბატონო ანზო. მეორე დღეს ჩვენ კიდევ ერთი შანსი მოგეცით, ბოდიში მოგეხადათ, მაგრამ ისევ იგივე გაიმეორეთ. არ ვიცი რომ რესტორნებზე საუბრობთ თქვენა. ეს გახსოვთ ეს სიმღერა? ვარ გახსენებთ ამ ეს მომენტი. აგი გასული წელსაა და არ ვიცი გასული წელსაა? ვარგი ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული გულაობა მაინც ანტონ ობოლაშვილის კაკლების სასახლეში მოეწყო. ბიჭებმა ნიკა მელიას დაჭერა აღნიშნეს. სტუმრებს შორის იყვნენ კახა კალაძე და ირაკლი კობახიძეც. ჩვენს კითხვაზე რატომ იკრიბებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები მაშინ, როცა მთელს ქვეყანას შეკრების უფლება არ აქვს, ანტონ ობოლაშვილმა აქეთ დაგვამუნათა. დაბადების დღე მაინც მოგელოცათო. დღეს ჩემი დაბადების დღეა. იქნება მოგელოცოთ დაბადების დღე. ძალიან კარგია, როცა ახალგაზრდები ოჯახებს ქმნიან და ქორწილს იხდიან, მაგრამ ცუდია, როცა პანდემიის პირობებში ქორწილის გადახდა ვიღაცების ექსკლუზიური უფლება ხდება. ეს ის ქორწილია, სადაც კახა კალაძის სოლი ანუკი არეშიძე იყო მეჯვარე. ეს კი ქართული ოცნების დეპუტატის კახი კახიშვილის ახლობლების ქორწილია, სადაც COVID რეგულაციების დარღვევაზე ვინ გაბედავდა დაჩივლებას. მაყრიონი კალაშნიკოვით იყო გამოსული, მაგრამ თავად დეპუტატმა გვითხრა, არსებობს გამონაკლისები და შეეგუეთო. გაუცნით საინფორმაციო წყარო? ვცდილობთ კანონის ჩარჩოში დავჯდეთ, მაგრამ ამავდროულად შესაძლებელია გამონაკლისი დაუშვათ. თავად კახი კახიშვილმა კი COVID რეგულაციების პირობებში ვითომ არჩევნებში ვითომ გამარჯვება, აი ასე, შაბაშ აღნიშნა. ადარდე ახლა ამას COVID პანდემია და რეგულაციები.
ქეიფს გადაყოლილმა ხელისუფლებამ კი მოახერხა და ურთიერთობა გაიფუჭა თითქმის ყველა ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან. ზუსტად 10 თვეა საქართველოს ელჩი უკრაინაში უკან თბილისშია გამოწვეული. 10 თვეა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოში ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობა არასრულფასოვნად ფუნქციონირებს. არადა სწორედ უკრაინაა მთავარი გასაღები როგორც შავი ზღვის რეგიონისა, ასევე საკვანძო ფაქტორია ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მსგავსად უკრაინაც დღეს რუსეთის მხრიდან განიცდის სამხედრო ანექსიას და ოკუპაციას. წესით უკრაინასთან ერთად უნდა მუშაობდეთ, რომ ყველას გავაგებინოთ პუტინის სამხედრო აგრესიის შესახებ და მეგობრებს დასახმარებლად ერთად უნდა ვეძახდეთ. მაგრამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გრძელვადიან სტრატეგიაზე წინ ისევ იაფასიანი პოლიტიკური ანგარიშწორება დააყენა. შეგახსენებთ, ელჩი გამოიწვიეს იმის გამო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა მთავარ რეფორმატორად დანიშნა. უკრაინიდან გამოწვევისა და პარტნიორი სახელმწიფოსათვის საპროტესტო ნოტის გადაცემის შემდეგ თეიმურაზ შარაშენიძე ჩვენ ბოლოს მაშინ ვნახეთ, როდესაც ამ შენობაში და ამ კარში კონსულტაციებზე შევიდა. ალბათ დაუჯერებელია, რომ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში 10 თვიან კონსულტაციებს მართავს. მით უფრო დაუჯერებელია, რომ ეს კონსულტაციები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც ჩანს, ამ შენობაში ელჩიც დაავიწყდათ და უკრაინაც. სად გაქრა თეიმურაზ შარაშენიძე? უკვე 300 დღეა საქართველოს დიპლომატიური უწყება უკრაინაში ელჩის გარეშე მუშაობს. საგანგებოდ კონსულტაციებისათვის გამოწვეული დიპლომატი კიევში ტარას შევჩენკოს 25-ში დიდი ხანია არავის უნახავს. როგორც ჩანს, ელჩი არ უნახავთ არც თბილისში და არც იმაზე სმენიათ, რის გამო მოუწყო დავით ზალკალიანმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით სტრატეგიულ პარტნიორს დიპლომატიური დემარში. რატომ დაყოლდა შარაშენიძე დედაქალაქში და რა მიზეზით არ აბრუნებს საგარეო უწყება დიპლომატს? ეს კითხვები პარლამენტში საქართველო-უკრაინის მეგობრობის ჯგუფის წევრებს დაუსვით. შედეგი არ გაგვკვირვებია. დეპუტატებისაგან შემდგარმა ჯგუფის ნაწილმა ისიც კი არ იცოდა, რომ ოფიციალურმა თბილისმა კიევიდან ელჩი გამოიწვია და თეიმურაზ შარაშენიძე დედაქალაქშია. იცით მიზეზი რატომ არის გამოწვეული თეიმურაზ შარაშენიძე? არ მაქვს ინფორმაცია. გენდო თუ არა ინფორმაცია, ეგეც არ ვიცი. 10 თვე არის თუ არა, ეგეც არ ვიცი. დეპუტატი ზარქოა არ გვენდოდა ინტერვიუს დასრულებისთანავე პარტიულ ჩატში თანაგუნდელებს აფრთხილებს, რომ შენობაში მთავარი არხი მათთვის არასასურველ კითხვებს სვამს. მესიჯის მიღებიდან მალევე ერთპარტიული პარლამენტის წევრებმა საერთო გზავნილი მიიღეს, რა უნდა უპასუხონ კითხვას, რაც მალევე ერთ ხმაში გაახმოვანეს. მოკლედ, მთავარი არხი დარბის კითხვით. უკრაინაში ჩვენი ელჩი შარაშენიძეო უკვე 10 თვეა გამოწვეული ყავს საქართველოსო და ამ თემაზე რა სიტყვითო? რატომ არ ინტერესდებითო? შესაბამის დროს მიღებულ იქნება გადაწყვეტილება ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით თქო. მიდის ამ საკითხზე მსჯელობა თქო. ეს არის საგარეოს ოფიციალური პასუხი. პირველი ვინც გაფრთხილების შემდეგ ჩვენს კითხვებში ეჭვი შეიტანა მეგობრობის ჯგუფის წევრი ალუდა ღუდუშაურია. დეპუტატმა ჯერ თავი იმართლა და თქვა, რომ უკრაინა საქართველოს მეგობრობის ჯგუფი ახალი შექმნილია და ინფორმაციას აზუსტებს. შემდეგ კი უარყო ის, რასაც თავად საგარეო საქმეთა სამინისტროც კი დიპლომატის გამოწვევის დროს არ უარყოფდა. მიხეილ სააკაშვილის გამო ელჩი გამოწვეული. ჭორებია თუ რა დაკავშირებთან მიხეილ სააკაშვილის საერთოდ არ არის ესეთი ფიგურა, რომ დღესდღეობით ავიღოთ. მინდა ფაქტია რომ ელჩი გამოიწვიეს და იცით ფაქტი არის და გავიგებ თქო საგარეო საქმეთა სამინისტროდან. ბატონო ალუდა, საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ბევრს ვერაფერს გაიგებთ. ზალკალიანის უწყებაში ჯერ თავადაც ერკვევიან. აი დასტურიც. ხათუნა თორთლაძე, რომელსაც პარლამენტის დერეფნებში შევხვდით, მისთვის მოულოდნელ კითხვაზე ასე გვიპასუხა. საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მოადგილე მიფიქრა და სხდომიდან გამოსულმა პირბადის მოხსნის გარეშე იმაზე უარესი გვითხრა ვიდრე შესვლამდე. თქვა, რომ საქართველოს უკრაინასთან სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონია და ელჩის გამოწვევა და საპროტესტო ნოტის მიზეზი საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ გამხდარა. მინისტრის მოადგილეს არ გაქვთ ინფორმაცია, მიზეზი რა არის ჩამოსვლის თბილისში? ბევრი მიზეზი არსებობს ზოგადად ელჩის მიხეილ სააკაშვილი მიზეზი რის გამოსვლის თბილისში არის? არ მიპასუხებ. მიხეილ სააკაშვილი რატომ უნდა იყოს? მის გამო გამოიწვიეთ და ამიტომ. ეს ამ ალბათ ხათუნა. მომიანდებათ გიპასუხეთ უკვე. ის რაც არ ახსოვს მინისტრის მოადგილეს და დეპუტატებს ერთპარტიული პარლამენტიდან კარგად გვახსოვს საქართველოს მოქალაქეებს. რის გამო დააყენა ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ საფრთხის ქვეშ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა. მტკიცების მიუხედავად ფაქტები საპირისპიროს მიუთითებს. შევახსენოთ ხელისუფლებას ის განცხადებები, რომელსაც თავად ელჩი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი დიპლომატის გამოწვევის შემდეგ აკეთებდნენ.
გადავეცით საპროტესტო ნოტა, პროტესტის ფორმატ არჩეული იქნა ელჩის გამოწვევასა კონსულტაციებზე. ქართული მხარის აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მიერ საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშნოს. ასევე შევახსენოთ ოცნების გულმოვიწყ დეპუტატებს რა უძღოდა წინ დიპლომატის გამოწვევას. მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კიევში, გიორგი გახარიას შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის არაფორმალური ნაწილი სწორედ მიხეილ სააკაშვილის თემა იყო. მაშინ ბიძინა ივანიშვილის დავალებით პრემიერ გახარიას საქართველოს მესამე პრეზიდენტის თემა უნდა დაელაგებინა, თუმცა ვიზიტი უშედეგო გამოდგა. გახარიას წამოსვლიდან მალევე მიხეილ სააკაშვილი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა, რასაც ასევე ივანიშვილის დავალებით საქართველოს მხრიდან დიპლომატიური დემარში მოჰყვა. მცირე შეხსენების შემდეგ დავუბრუნდეთ ისევ უკრაინასთან მეგობართა ჯგუფის წევრებს. კითხვა იგივეა, რატომ არ აბრუნებს ქვეყანა დიპლომატს კიევში? არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, ალბათ უმჯობესი იქნება კვალიფიციური პასუხისთვის მიმართოთ საგარეო კომიტეტს. დაუჯერეთ ბატონ დავითს და კვალიფიციური პასუხისათვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეთ. ეს უნდა ვკითხოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს. კომიტეტის თავმჯდომარემ ზალკალიანის უწყებასთან გადაგვა მისამართა. უწყების მაღალჩინოსანმა რომ არაფერი იცოდა, ეს უკვე მოისმინეთ. მას შემდეგ რაც საგარეო უწყებიდან ვერაფერი გავიგეთ, ნიკოლოზ სამხარაძეს ისევ ვკითხეთ. 10 თვეა რაც ელჩი გამოწეულია უკრაინიდან. რამდენჯერ უნდა ვკითხოთ ერთი და მიზეზი რის გამო იმყოფება? რამდენჯერ უნდა ვკითხოთ ერთი და იქამდე ბატონო ნიკოლოზ ვიდრე ყველა კითხვაზე პასუხს არ მივიღებთ. თუმცა მანამდე ერთი სასიხარულო ამბავი, რომელიც დეპუტატ შოთა ხაბარელს ჩვენ მივაწოდეთ. ის 38 დეპუტატ შორის ერთ-ერთია, ვინც უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრია, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცის. ხართ უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის წევრი? წერი ხართ და როგორ არის? პირველად მესმის. კითხვები გაჩნდა უდაოდ, როდესაც საქართველოში სასამართლოს მიერ მსჯავრდებული ამავე პარტნიორ ქვეყანაში დაინიშნა საჯარო პოზიციაზე. ეს ირაკლი ბერაია, დეპუტატი, რომელმაც ელჩის გამოწვევის შემდეგ მთავრობის გზავნილები უსიტყვოდ გაიმეორა და გაახმოვანა. დეპუტატი 10 თვის წინ მეგობარ უკრაინას თითის ქნევით ესაუბრებოდა. დღეს კი ელჩზე დასმულმა კითხვამ წყობიდან გამოიყვანა. რატომ არის ელჩი ამდენი ხნის განმავლობაში თბილისში და სირბილში ვარჯიშობ თუ რა ხდება? კიდევ ერთი დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში შეკითხვა დაუსვით, ნინო წილოსანია, რომელმაც სავარაუდოდ დაუფიქრებლად ერთპარტიული პარლამენტის და ოცნების დეპუტატების ახალი დირექტივა გაახმაურა. დეპუტატები არასასურველ კითხვას იმ არგუმენტით უნდა გაიქცნენ, რომ საკითხი მათ საკომიტეტო მიმართულებას არ ეხება. ნინო წილოსანთან მიწათმოქმედებაზე სასაუბრად სხვა დროს დავუბრუნდებით. მანამდე კი ელჩის შესახებ ვკითხეთ. თეიმურა შარაშენიძე თბილისშია ჩამოსული. არა, ნამდვილად უნდა მსმენო და წესით უნდა გსმენოდეთ თქვენ წინა მოწვევის პარლამენტის წევრით ზანდება პანდა. ასეთ ფორმულირებას თქვენ აძლევთ, რომ მხოლოდ ამის გამო იქნა გამოწვეული, ამიტომ ზუსტ პასუხს ამის გამო იქნა საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ეს დეპუტატები და მათი განცხადებები ზუსტად მიუთითებს, რა პერსპექტივა აქვს საქართველო-უკრაინის მეგობრობას და სტრატეგიულ პარტნიორობას. ახლა მეორე გაკვეთილი მათ მით წლების განმავლობაში ნაშენებ ურთიერთობას ერთი ხელის მოსმით ანგრევს. რას ნიშნავს დიპლომატიურ ენაზე ასეთი ფორმით ელჩის გამოწვევა და დაყოვნება დედაქალაქში? ის რომ გაქვს წარმომადგენლობა, მაგრამ პირველ რიგში კონსულტაციებისთვის იწვევ ელჩს დედაქალაქში, ისე რომ ამის რეალურად ფორმალური საფუძველი არ არსებობს, არამედ არსებობს მხოლოდ სუბიექტური განწყობა, ანუ არა სახელმწიფოთა შორის უთანხმოება, არამედ ძალიან კონკრეტული სუბიექტური мотиваცია, რომელიც არავისთვის დაფარული არ არის და მათ შორის იმ სახელმწიფომ ამის თაობაზე ძალიან კარგად იცის, ხო? ეს უკვე ნიშნავს პირველ რიგში იმ სახელმწიფოს გადაწყვეტილებების უპატივცემულობას, რომელი ქვეყანა დარჩა დიპლომატიური დემარშის შემდეგ წაგებულ მდგომარეობაში და რას ნიშნავს, როდესაც ელჩი უკრაინაში არ იმყოფება. ჩვენ ვართ აშკარად წაგებული მხარე, იმიტომ რომ ჩვენ გამოვჩდით საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის ქვეყანა, რომელიც თავის მეგობარ უკრაინასთანაც კი ვერ ალაგებს ურთიერთობებს, აგერ ელჩი ყავს გამოწვეული კონსულტაციებზე. და ჩვენ ვართ წაგებული კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ საქმეთა დროებითი რწმუნებული ვერ იქნება იმდენად შეღწევადი, რამდენადაც იქნებოდა ვთქვათ ელჩის და მინისტრის შეხვედრა საკითხს წყვეტს, მაგრამ შეიძლება საკითხი ვერ გადაწყდეს ვთქვათ უფრო დაბალ დონეზე, დაბალ რგოლზე. რა ზიანს აყენებს ელჩის გამოწვევა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს და რა ხდება, როდესაც ტერიტორიული პრობლემების მქონე ქვეყანასთან ერთობლივ მუშაობაზე უარს ამბობ.
ჩვენ მყავს ერთი მთავარი ტერი პირდაპირ ვთქვათ, ხომ, რუსეთის ფედერაცია. აი ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ურთიერთქმედების ხარისხი არ არის იმ დონეზე, რასაც ეს თემა ითხოვს და ეს ვლინდება ძალიან მნიშვნელოვან ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებებში საერთაშორისო არენაზე. დიდი შვიდეულის გადაწყვეტილებებში სამწუხაროდ ბოლოს 3 წელი სულ ფიგურირებს რუსეთი და აქვე არის საუბარი იმაზე, რომ ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, დასავლეთმა და დიდმა შვიდეულმა უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველოს ერთი სიტყვა არ არის, ნათქვამი, ამ კონტექსტში. ესე იგი, რას ნიშნავს ეს? რომ რეგიონში მთავარი საფრთხე არის რუსეთი, მაგრამ ამ კონტექსტში არ განიხილება საქართველო. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა. როდის დაბრუნდება თეიმურაზ შარაშენიძე კიევში? ამას ოცნების პოლიტიკური დღის წესრიგი განსაზღვრავს. ვიდრე დიპლომატი საქმიანობას შეუდგება და უკრაინასთან ერთად ოკუპაციის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმუშავებს, საქართველოს ოკუპაცია დასავლეთის დღის წესრიგიდან ქრება და ეს მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება. ისიც ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქართველო დიდ საერთაშორისო პოლიტიკაში არ უნდა ერეოდეს, მისი პარტიის რიგით წევრებში ბევრი მიმდევარი ხავს. დასავლეთის დღის წესრიგში კი საქართველოს საკითხის წამოჭრას პირველ რიგში დასავლურ დედაქალაქებში დიპლომატების აქტიური მუშაობა ესაჭიროება. საქართველოს ინტერესი კი ამ ყველაფერში სწორედ ის უნდა იყოს, რომ ძლიერ მოკავშირეს საკუთარი ინტერესები ძლიერ მტერთან მიმართებაში დააცვევინოს. უკვე რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ კი ყოველდღიური ქურდობის ფაქტები, გახშირებული კრიმინალი და ეგრეთ წოდებული დავაზვრატების პრაქტიკა, უკაცრავად სიტყვა ბნელი 90-იანებიდან არის და ცოტა დამავიწყდა, მაგრამ სამწუხაროდ ეს პრაქტიკაც უკვე ყოველდღიურობაში დაბრუნდა. ამ ყველაფრის შემდეგ რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ.